სამკუთხედის ფართობი. მოცემული გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი. მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი კუთხე არის მართი კუთხე, ანუ 90 გრადუსის ტოლი. მართი კუთხის შემადგენელ გვერდებს კათეტები ეწოდება, ხოლო მის მოპირდაპირე გვერდს კი ჰიპოტენუზა. კათეტები ავღნიშნოთ A და B ასოთი. თქვათ A ტოლია 4 სანტიმეტრის, B კი 6 სანტიმეტრის. სამკუთხედის შევავსოთ მართკუთხედამდე. ამ მართკუთხედის ფართობი ტოლია, სიგრძე გავამრავლოთ სიგანეზე, ანუ 4x6 ტოლია 24-ის. როგორც ვხედავთ, მოცემულ მართკუთხედში მოთავსდა ორი ერთმანეთის ტოლი მართკუთხა სამკუთხედი. ესე იგი, სამკუთხედის ფართობი რომ მივიღოთ, მართკუთხედის ფართობი უნდა გავყოთ 2-ზე. ანუ 24 უნდა გავყოთ 2-ზე და მივიღებთ 12-ს. ეს არის მოცემული სამკუთხედის ფართობი. სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა. ესი ტოლია A გავამრავლოთ B-ზე და გავყოთ 2-ზე. ფართობის საზომი ერთეულებია დეციმეტრ კვადრატი, კვადრატული კილომეტრი, კვადრატული მეტრი, კვადრატული მილიმეტრი. მოცემული სამკუთხედის ფართობის ერთეული კი არის კვადრატული სანტიმეტრი. როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქვს ბლაკკუთხა სამკუთხედი და არა მართკუთხა სამკუთხედი? ამ შემთხვევაში სამკუთხედის ფართობის საპოვნელად უნდა გამოვიყენოთ სამკუთხედის სიმაღლე და სამკუთხედის ფუძე. მოცემული სამკუთხედის სიმაღლე არის 3 სანტიმეტრი, ხოლო ფუძე 14 სანტიმეტრი. სიმაღლე ავღნიშნეთ H ასოთი, ხოლო ფუძე B ასოთი. სიმაღლე მოცემულ სამკუთხედს ყოფს ორ მართკუთხა სამკუთხედად. თითოეული მართკუთხა სამკუთხედი შევავსოთ მართკუთხედამდე. მოდით გავიგოთ ამ დიდი მართკუთხედის ფართობი. ესი ტოლია 3x14 და ტოლია 52 კვადრატული სანტიმეტრის. თითოეული სამკუთხედი იკავებს თავისი მართკუთხედის ნახევარს. ესე იგი, დიდი სამკუთხედი იკავებს დიდი მართკუთხედის ნახევარს. რომ ვიპოვოთ მოცემული სამკუთხედის ფართობი, მართკუთხედის ფართობი უნდა გავყოთ 2-ზე. ესი ტოლია 3x14 გავყოთ 2-ზე და ტოლია 52 გავყოთ 2-ზე და ეს უდრის 21 კვადრატულ სანტიმეტრს. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა. ესი ტოლია B გავამრავლოთ H-ზე და გავყოთ 2-ზე, სადაც H არის სიმაღლე, B კი სამკუთხედის ფუძე. ანუ სამკუთხედის ფართობი ტოლია ფუძისა და სიმაღლის ნამრავლის ნახევრის. დავაკვირდეთ თითოეულ სამკუთხედს და სამკუთხედის ფართობის ფორმულებს. სამკუთხედის ფართობი გვერდისა და ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ნახევრის ტოლია. ამოცანა. მართკუთხა სამკუთხედის კათეტები ტოლია 5 სანტიმეტრის და 8 სანტიმეტრის. ვიპოვოთ სამკუთხედის ფართობი. ესი ტოლია A გავამრავლოთ B-ზე და გავყოთ 2-ზე. ესი ტოლია 5 გავამრავლოთ 8-ზე და გავყოთ 2-ზე. ეს უდრის 40 გავყოთ 2-ზე და ტოლია 20 კვადრატული სანტიმეტრის. ანუ მოცემული სამკუთხედის ფართობი ყოფილა 20 კვადრატული სანტიმეტრი. შემდეგი ამოცანა. სამკუთხედის სიმაღლე ტოლია 4 მეტრის, ფუძე კი 9 მეტრის. ვიპოვოთ სამკუთხედის ფართობი.
აქ გამოვიყენოთ ფორმულა S-ი ტოლია B გავამრავლოთ ასზე და გავყოთ 2-ზე. ანუ 9 გავამრავლოთ 4-ზე და გავყოთ 2-ზე. ტოლია 36 გავყოთ 2-ზე და ტოლია 18 კვადრატული მეტრის. ესე იგი, მოცემული სამკუთხედის ფართობი ტოლია 18 კვადრატული მეტრის. ამოცანა ABC სამკუთხედის BD სიმაღლე ტოლია 4 სანტიმეტრის. ვიპოვოთ ამ სამკუთხედის ფართობი, თუ AD ტოლია 3 სანტიმეტრის, DC 8 სანტიმეტრის. დავწეროთ სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა. S-ი ტოლია AC გავამრავლოთ BD-ზე და გავყოთ 2-ზე. AC ტოლია AD-ს მივუმატოთ DC და ტოლია 3-ს მივუმატოთ 8 და ტოლია 11 სანტიმეტრის. S-ი ტოლია 11 გავამრავლოთ 4-ზე და გავყოთ 2-ზე. ეს ტოლია 44 გავყოთ 2-ზე და უდრის 22-ს. ესე იგი, მოცემული სამკუთხედის ფართობი ტოლია 22 კვადრატული სანტიმეტრის.